გეძღვნებათ სულ ყველას, ოპოზიციონერებს განსაკუთრებით, ჟურნალისტებს და თქვენ მშობლებსაც და ბაბუაბაბიებს უცხოებით უყავთ. გახსოვდეს, რომ გაქვს ერთი ენა და ორი ყური. ერთხელაც თქვი, მოისმინე ორჯერაო. ჩემო ძვირფასებო და საზოგადოების დიდო ნაწილო. არაფერს არ ისმენთ, არ გინდათ გაიგონოთ, სამწუხაროდ, პოლიტიკური დაკვეთა, თავში არაფერი არ შეუშვათ, რაც საღიაზრია და ილაპარაკეთ მარტო ყველაფერიო. ენის ჭკუაზე ატარეთო სამყარო. მოგიწოდეთ სულ ყველას, პარლამენტში არის დიდებული საშუალება ნებისმიერი საკითხის განხილვის, ოპონენტის აზრის მოსმენის, გახედვნის, გაშალაშინების და მერე კარგი პროდუქტის მომზადების, რომელიც ნორმატიულ აქტად ქცევისათვის არაფერი აღარ დააგდება. თქვენც მიიღეთ მონაწილეობა. კინო გადაეღობებით ამ ხვალინდელ დღეს და გახსოვდეთ ერთი რამე. თქვენმა ნათქვამმა სიტყვა და აბერირებულმა სიტყვა, დაკვეთილმა პოლიტიკურმა, ანგაჟირებულმა, მოწამულმა სიტყვა შეიძლება შთამომავალ მემკვიდრეებს საღი აზრი აუბნიოს. ამას ნუ შეეცდებით, გთხოვთ სულ ყველას. ეს არის ჩემი თაობის გამოძახილი, ჩემი წამსვლელი თაობა ვარ. მე კარგად ვიცნობ თქვენ მშობლებს, ბებია ბაბუებს და ნუ შეარწმეთ მათ ნაღვას აქამდე მოდანილს. მადლობთ.